აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ისრაელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქნესეთის თავმჯდომარეს ამირ ოჰანას შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა, მხარეებმა ორი ქვეყნის კულტურულ და სოციალურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში დავით ფაცაცია ასევე შეხვდა ქალაქ ბათიამის მერს ცვიკა ბროდს. შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის წევრებმა და ქალაქ ბათიამის მერიის ხელმძღვანელმა პირებმა სამომავლო ურთიერთობებზე და იმ კულტურულ თუ განმანათლებლო პროექტებზე ისაუბრეს, რომლის განხორციელებაც აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ჩართულობით უახლოეს მომავალში იგეგმება. შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი, ძალიან საინტერესო. მინდა მადლობა უთხრა ქალაქის მერს იმ ხარდაჭერისთვის, ასაც ის ახორციელებს ჩვენი ქართველი ებრაელების მიმართ და განსაკუთრებით ჩვენ შევთანხმდით იმ საერთო კულტურულ და ეკონომიკურ პროექტებზე და მიმართულებებზე, რომელიც ძალიან გამოადგება ჩვენს ქართულ ებრაულ ურთიერთობებს. მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მოხერხდება, განხორციელდება. ბათიამი ერთ-ერთი დიდი ქალაქია ისრაელში და ჩვენ საკმაოდ დიდი ქართული დიასპორა გვყავს, რომელიც ამ ქალაქში ცხოვრობს, ამიტომაც ჩვენ მოხარულები ვართ დელეგაციის აქ ჩამოსვლით და იმ საკითხების განხილვით, რომელიც ეხება ურთიერთობების გაძლიერებას ქვეყნებს, ქალაქებსა და საზოგადოებებს შორის.